მოგესალმებით, პატრიცემულო რადიო მსმენელებო. ეთერშია გადაცემა კვირის სტატისტიკური პროფილი. მე ნოდარ კაპანაძე ვარ. ეს არის ჩემი საავტორო გადაცემა. შეგიძლიათ გვისმინოთ სიხშირეზე FM 98 და 5, კახეთის რეგიონში FM 102 და 4. აგრეთვე შეგიძლიათ გვისმინოთ და გვიყუროთ YouTube არხზე და Facebook-ის სპეციალურ პირდაპირ ეთერში. წარმოგიდგენთ 2026 წლის 6-10 ივლისის კვირის სტატისტიკურ პროფილს. ამ კვირაში სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ვებგვერდზე გამოქვეყნდა შემდეგი მონაცემები. ეს არის მშენებლობის ღირებულების ინდექსი, საქართველოს საგარეო ვაჭრობა პუბლიკაცია 2025 წლის დაზუსტებული მონაცემები და ფასების ჰარმონიზებული ინდექსი. ფასების ჰარმონიზებული ინდექსი ამ მიმოხილვაში არ შევჩერდები, ვინაიდან ეს იგივე არის სამოხმარებლო ფასების ინდექსი. მხოლოდ განსხვავება ეს არის, რომ აქ სახელმწიფო ხარჯები არის გამოკლებული სამოხმარებლო ფასების ინდექსიდან, პრაქტიკულად იგივე არის რა და ამიტომ ამაზე წინა გადაცემაში მქონდა უკვე საუბარი. ამ გადაცემაში შევჩერდები მშენებლობის ღირებულების ინდექსზე, რომელიც წინა წლის მაისთან შედარებით 2026 წლის მაისში მშენებლობის ღირებულება 4.1%-ით გაძვირდა სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით. სეგმენტების მიხედვით ფასები საცხოვრებელი სეგმენტის მშენებლობის ღირებულების ფასები თითქმის არ შეცვლილა, გაიზარდა სამოქალაქო და არასაცხოვრებელი სეგმენტის ფასები. შესაბამისად 6.8%-ით. მნიშვნელოვანი არის რამ გამოიწვია ამ ფასების და განსაკუთრებით რამ განსაზღვრა უპირატესად ეს ფასების და თუ სტატისტიკის მონაცემებს შევხედავთ, ყველაზე მკვეთრი იყო ხარჯვის ტიპებიდან ტრანსპორტირების, საწვავის და ელექტროენერგიის ამ ჯგუფის ხარჯებში ფასების და. ეს ბუნებრივია, თუ შევხედავთ იმავე ფასების ინდექსის ჯაჭვურ ინდექსებს, ანუ სადაც მოცემული არის წინა თვესთან შედარებით ცვლილება, ვნახავთ, რომ და ძირითადად მოხდა 2026 წლის მარტში, აპრილსა და მაისში ეს პირდაპირ გამოწვეულია სპარსეთის ყურეში მიმდინარე მოვლენებით და შესაბამისად ნავთობის ფასების დით. ეს არის ძირითადი განმაპირობებელი. ყველაზე ნაკლებად გაიზარდა სამშენებლო მასალების ფასები და ხელფასები. ამაზე შეიძლება ვთქვათ, რომ ხელფასების და რომ ყველაზე უფრო ნაკლებად მოხდა რაღაც განსაკუთრებული და ისეთი ნეგატიური კონოტაცია მივცეთ, მაგრამ თუ გადავხედავთ დინამიკას თვითონ სეგმენტების მიხედვით, ვნახავთ, რომ საცხოვრებელი სეგმენტის და არასაცხოვრებელი სეგმენტის ფასები და ისევე მთლიანად ფასების ინდექსი, წლიური ინდექსების დინამიკა 2025-2026 წლებში ყოველთვის ესეთი მზარდი იყო და თუ ასევე შევხედავთ ხარჯვის კატეგორიების მიხედვით დინამიკას, ყველაზე უფრო მაღალი ტემპის დის ჰქონდა სწორედ ხელფასებს. გამონაკლისი არის მხოლოდ 2026 წლის პირველი 5 თვის მონაცემები, სადაც ხელფასების და ზრდის ტემპი არსებითად შენელდა. აქ ძალიან მნიშვნელოვანი არის, თუ შეხედავთ, ეგეთი არის ჯაჭვური ინდექსი, როდესაც აღებული არის ზრდის ტემპი წინა თვესთან შედარებით. და 2022 წლიდან 2025 ჩათვლით ასეთი ტენდენცია ჩანს, რომ ხელფასები წინა თვესთან შედარებით არსებითად იზრდება მარტისთვის და დეკემბერში. ეს ძალიან გავს სააღდგომოთ და წინასაახალწლოთ ახალისებას. რაც უდავოდ კარგი ტენდენცია, თუმცა ბოლო 2026 წელს ეს ტენდენცია არ განმეორდა. დიდი ალბათობით ეს სწორედ იმ საწვავის და ელექტროენერგიის და ენერგომატარებლებზე ფასების დამგანაპირობა.
დიდი ალბათობით ახლა დარწმუნებით ამაზე საუბარი ძნელია. რაც შეეხება აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანია ესეთი კუმულატიური ინდექსი, ანუ დაგროვილი ფასების ზრდა 2026 წლის მაისში 2022 წლის თებერვალთან შედარებით. ვინაიდან სტატისტიკის სამსახური აი ამ მშენებლობის ღირებულების ინდექსის მაჩვენებელს 2026 წლის თებერვლიდან ანგარიშობს. საბოლოო ჯამში 2026 წლის მაისში 2022 წლის თებერვალთან შედარებით ყველაზე მეტად გაზრდილია ხელფასები 77.6%-ით. მანქანადანადგარების ღირებულება ფასები არის გაზრდილი 58%-ით. ტრანსპორტირება, საწვავი და ელექტროენერგია გაზრდილია 18.4%-ით, აქედან 17.2% ამ 18.4%-დან მოდის აი ბოლო 3 თვის ხარჯზე. ზუსტად მარტი, აპრილი, მაისი, ანუ მას მერე რაც ეს ირანში ეს მოვლენები დაიწყო მაგის შემდგომ. მთლიანობაში მშენებლობის ღირებულება გაზვირებულია 28.1%-ით 2022 წლის თებერვალთან შედარებით. მაგრამ ძირითადად ეს მაინც ხელფასების დისხარჯზეა გაზვირებული. გარდა ამისა, სტატისტიკამ გამოაქვეყნა საგარეო ვაჭრობის წლიური პუბლიკაცია, სადაც მოსემული არის 2025 წლის დაზუსტებული მონაცემები. 2025 წლის დაზუსტებული მონაცემები მთლიანი ექსპორტი იყო 7.3 მილიარდი დოლარი, ხოლო იმპორტი 18.6 მილიარდი დოლარი. უარყოფითი სალდო არის 11.4 მილიარდი. უარყოფითი სალდო ნომინალურად მზარდია, თუმცა შედარებით უფრო მაღალი არის იმპორტის დისტემპი, რომელიც წინა წელთან შედარებით ექსპორტის დისტემპი, წინა წელთან შედარებით ექსპორტი გაიზარდა 11.1%-ით, ხოლო იმპორტი 10.2%-ით. მაგრამ ეს იმდენად მცირეა ზრდის ტემპებს შორის განსხვავება, რომ სავაჭრო სალდოს დადებითისკენ შესვლას ძალიან დიდი დრო დაჭირდება სხვა თანაბარ პირობებში, თუ იგივე ტემპით გაგრძელდება. თავისთავად ის ფაქტი, რომ ექსპორტი უფრო ჩქარა იზრდება, ძალიან კარგია, რა თქმა უნდა. რაც შეეხება ქვეყნების ჯგუფების მიხედვით, ძირითადი პარტნიორი საქართველოს საექსპორტო პარტნიორი ძირითადად მაინც დსთ-ის ქვეყნები რჩება. დსთ-ის ქვეყნების წილად მოდის მთლიანი ექსპორტის 79%. ხოლო ევროკავშირის ქვეყნების წილად მთლიანი ექსპორტის მხოლოდ 12% მოდის. აქედან გამომდინარე, მე მგონი რთული არ უნდა იყოს იმის დასკვნა, თუ რომელი უფრო მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია საქართველოს ეკონომიკისთვის. ევროკავშირის წილი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმებიდან თითქმის 10 წლის შემდეგ არის მხოლოდ 12% და აქედან ლომის წილი ბულგარეთში ექსპორტირებული სპილენძის მადნების და კონცენტრატების წილად მოდის. ამდენად ღრმა გადამუშავების პროდუქცია და ქართული პროდუქცია ევროპის ბაზარზე ჯერ კიდევ ძალიან უმნიშვნელოდაა წარმოდგენილი. აქვე საინტერესოა, რომ დსთ-ის ქვეყნებთან სალდო დადებითია, ხოლო ევროკავშირის ქვეყნებთან მკვეთრად უარყოფითი. ეს შეეხებოდა ქვეყნების ჯგუფების მიხედვით ვაჭრობას. ეხლა სასაქონლო პოზიციების მიხედვით რა არის მთავარი საექსპორტო სასაქონლო პოზიციები და როგორ შეიცვალა წინა წელთან შედარებით. ეს ექსპორტის მონაცემები, ეს პუბლიკაცია საინტერესო არის იმით, რომ აქ მოსემული არის არა მხოლოდ ფულად განზომილებაში ექსპორტი, არამედ ფიზიკურ მოსულობაშიც, ფიზიკურ განზომილებაში ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მთავარი საექსპორტო პოზიცია საქართველოს 2025 წელს იყო ავტომობილები. საქართველოსდან სულ მოხდა 111.265 ავტომობილის ექსპორტი. რაც ოდნავ აღემატება წინა წელს ექსპორტირებული ავტომობილების რაოდენობას.
მეორე პოზიცია იყო ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები. ეს არის სწორედ ის, რაც ბულგარეთში მიდის ჩვენგან გადასამუშავებლად. მესამე პოზიცია იყო სპირტიანი სასმელები, შემდეგ მეოთხე იყო ღვინო, ფეროშენადნობები, მინერალური და მტკნარი წყლები, თხილი და კაკალი, გაზიანი სასმელები, ნავთობი და ნავთობპროდუქტები და აზოტოვანი სასუქები. აზოტოვანი სასუქების ექსპორტის დასმე წელსაც ველოდები, ვინაიდან აზოტოვანი სასუქების მსოფლიო ბაზარზე აზოტოვანი სასუქების მიწოდების კრიზისის გამო მაქვს აფუძვლიანი ვარაუდი, რომ რუსთავის აზოტის წონა მნიშვნელოვნად გაიზრდება. და ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საექსპორტო პოზიცია იქნება ჩვენთან. მაგრამ რა შეიძლება ვთქვათ ახლა აქედან გამომდინარე, აი რას გვეუბნება ეს წამყვანი ათეული საექსპორტო სასაქონლო პოზიციების. მხოლოდ ესე იგი ამ წამყვანი ათეულიდან ორი არის ცალსახად რეექსპორტი, ეს არის ავტომობილები და ნავთობპროდუქტები, ეს არის სუფთა რეექსპორტი, აშკარად საქართველოს მხოლოდ გამტარი არის. ეს თავისთავად კარგია ეს ექსპორტში აი ამ პოზიციების არსებობა, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს მნიშვნელოვანი სავაჭრო ჰაბია. მაგრამ ეს საქართველოში წარმოებული პროდუქცია არ არის. ხოლო ხუთი პოზიცია სპირტიანი სასმელები, ღვინოები, აზოტოვანი სასუქები, მინერალური წყლები და გაზიანი წყლები არის ღრმა გადამუშავების და საბოლოო მოხმარების პროდუქცია, მაგრამ ორი უბრალოდ ტრადიციაა საქართველოსი, ღვინოები და სპირტიანი სასმელები. მინერალური წყლები და გაზიანი სასმელები არც მაღალ ტექნოლოგიური ნაწარმია, ხოლო მინერალური წყლები უბრალოდ ბუნების საჩუქარია. და ერთადერთი მაღალ ტექნოლოგიური პროდუქცია საექსპორტო არის აზოტოვანი სასუქი, რომელიც ისევ საბჭოთა მემკვიდრეობა აზოტის გამოშვებული პროდუქციაა. ფეროშენადნობებს და მადნებს რაც შეეხება, ეს ნახევრად გადამუშავებული პროდუქცია, ისევე როგორც თხილი და კაკალი. ამდენად ექსპორტის 11%-იანი ზრდა უდავოდ კარგი რამეა, მაგრამ ექსპორტის სტრუქტურა აშკარად გაჯანსაღება საჭიროებს და აშკარად ჩანს აი ამ სტრუქტურიდან რეალური ეკონომიკის განვითარების აუცილებლობა. რაც შეეხება საიმპორტო სასაქონლო პოზიციებს, ძირითადი არის აქაც მსუბუქი ავტომობილები, შემოდის ავტომობილები და გადის საქართველოსთან, ეს უკვე ცალსახად და თვალნათლივი რამეა. ნავთობი და ნავთობპროდუქტები და რაც დამაფიქრებელია, რომ ერთ-ერთ მესამე პოზიციაზე არის სამკურნალო საშუალებები. რაც მაინც კარგი არ არის. და ბუნებრივი აირები, სატელეფონო აპარატები და ასე შემდეგ. საერთო ჯამში ეს შეიძლება რაღაც კვირის სტატისტიკური პროფილის შეჯამების სახით შეიძლება ვთქვათ, რომ მშენებლობა გაგვიზურდა 4.1% ბოლო წელში, რაც ძირითადად აი ამ საზღვავის და ენერგომატარებლების ფასების გამოიწვია ძირითადად. ხოლო ექსპორტი 2025 წელს გაიზარდა 11%-ით, იმპორტი ცოტა უფრო ნაკლებად, მაგრამ ეს ნომინალურად გაცილებით უფრო დიდი ზრდა, ვინაიდან იმპორტ დამოკიდებული ქვეყანა ვარ, ჩვენ ეს მოგწონს თუ არა და წამყვან საექსპორტო ბაზრად ისევ რჩება ესეთეს ქვეყნები. მომავალ კვირაში გამოქვეყნდება იმპორტ-ექსპორტის საგარეო ვაჭრობის უფრო დეტალური მონაცემები და უფრო ესეთ ხანგრძლივ დროით სკრივებზე მომავალ გადაცემაში მოგახსენებთ. ეხლა წარმოგიდგენთ ჩვენი გადაცემის სტუმარს, აი ამ კვირის სტატისტიკურ პროფილს განვიხილავ საზოგადოებრივი მაუწყებლის ანალიტიკოს თამთა მარიდაშვილთან ერთად. მოგესალმებით თამთა, მადლობა მომბრძანებისთვის. მადლობა თქვენ მოწვევისთვის. აბა რას ვიტყვით ამ პროფილზე? დავიწყოთ მშენებლობის სექტორზე. თქვენ რაც ბრძანეთ ტრანსპორტირების მიმართულებით და საწვავის მიმართულებით ფასები გაზრდილია. ბოლო დროს დაახლოებით 1 თვეა ალბათ უკვე ჩამოვიდა ნავთობის ფასები, თუმცა
მარაგები იწურება, ჰორმუზის სრუტე კვლავ დაიხურა გუშინ, თუმცა გახსნილიც რომ იყო ბოლომდე არ აღდგენილა მოძრაობა, შესაბამისად მე არ მგონია რომ ამ მიმართულებით პოზიტიური ძვრები იყოს, თუ კიდევ არ გაძვირდა პირიქით საწყავის მიმართულებით ფასები. პრინციპში მაგაში გეთანხმებით, იმიტომ რომ არც ერთი ის მიზეზი, რის გამოც სპარსეთში, ის ყურეში მიმდინარე მოვლენები დაიწყო, აი რეალური მიზეზი, ფუნდამენტი, ეხა რაზეც ეს კონფლიქტია დაფუძნებული, არც ერთი მიზეზი მოგვარებისკენ ოდნავ არ არის საზრული. აბსოლუტურად კი. ხოლო რაც შეეხება ფასების სვლილებას ნავთობზე, ორი რამ უნდა განვასხვაოთ. ფიუჩერსების ფასები შეიცვალა. თუ რეალური გარიგების ფასებს არაფერი არ მოსვლია. კი, მაგრამ აი მარაგები რო იწურება, ეგ მაშინებს ყველაზე მეტად, ხო? რაც მე უკვე მიმდინარე ფასებზეც აისახება. ნავთობის ვაჭრობის 25% არის ყურის ქვეყნები და ეს უზარმაზარი წილია, მის ჩამოსვლებელი არც ერთი არ არის. და რაც შეეხება უკვე თქვენ რაც ბრძანეთ, რომ შენელებული არის დასაქმებულების ხელფასების ზრდის ტემპი. ამ წლის მონაცემებით 2026 წელს უკვე 2025-ში გაზრდილი ამ კვეთით. ერთი მიზეზი, რაზეც შეგვიძლია პრინციპში ვისაუბროთ, არის სამშენებლო ნებართვების შემცირება. მე როგორც ვნახე, 2025 წელს უკვე შემცირებული არის ნებართვების რაოდენობა და ნებართვების გაცემა? დიახ, გაცემული რაოდენობა და სამშენებლო ფართობი, რაზეც არის გაცემული ნებართვები 5%-ით არის შემცირებული. და ამას შეიძლება კონდეს გავლენა ხელფასების დაზე? აბსოლუტურად. ანუ აღარ არის იმხელა მოთხოვნა, რამხელა მოთხოვნაც იყო 23-ში, 24-ში, 25-ში. ანუ ნელ-ნელა მოთხოვნა არ იზრდება ყოველ შემთხვევაში, რაც ხელფასების ზრდის სტაგნაციას შეიძლება განაპირობებდეს. ამით გინდა თქვათ, რომ ეს სამშენებლო ბაზარი მუშახელით გაჯერდა და მოთხოვნა მუშახელის მოთხოვნა ნაკლებად არის და ამიტომაც ხელფასები აღარ იზრდება. კი, შეიძლება ეს იყოს ერთი მიზეზი. მეორე მიზეზი, რაც შეიძლება იყოს, არის ის, რომ როგორც ქართველი აზერბაიჯანელების დასაქმება ამ სფეროში, ასევე ეთნიკური აზერბაიჯანელების დასაქმება და აზერბაიჯანელების შემოსვლა ხდება ამ მიმართულებით სამშენებლო სფეროში, რაც შესაძლებელი არის და ასევე ხო, და ეხლა კითხვა ისმის, რატო შემცირდა ნებართვები. ნებართვები მცირდება იქიდან გამომდინარე, რომ 2023 წელს, 2022-23 წლებში ძალიან გაიზარდა ნებართვები, ბუმი იყო სამშენებლო და მიწოდების სიჭარბე შეიქმნა ბაზარზე სამშენებლო მიმართულებით, მოთხოვნა ვერ დაეწია და არ არის ეს სამშენებლო სექტორის გადმოსახედიდან ეს სასურველი შედეგი, შესაბამისად ისინი რა თქმა უნდა ეცდებიან, რომ შეიზღუდოს ამ მიმართულებით კონკურენცია. ეს ბუნებრივია კაპიტალიზმი ახლა შეიძლება სამშენებლო სექტორს ნამდვილად არ მოსწონს ეს ხელფასების და ახლა ჩვენ რომ უყურებთ სოციალური თვალსაზრისით ხელფასების და კარგი მოვლენაა, მაგრამ ეს მშენებლებისთვის სულაც არ არის კარგი მოვლენა. კი, და თან მსხვილ სამშენებლო სექტორს რა თქმა უნდა აქვს სურვილი, რომ მცირე საშუალო სექტორი ნელ-ნელა ჩამოიშოროს და თვითონ დარჩეს ბაზარზე. ეს ყველა კაპიტალისტის ოცნება არის მონოპოლია, ოქროს ოცნება შეიძლება. და ამ მიმართულებით რაღაცნაირად მივდივართ. ახლა მე ჩემთვის როგორც ცნობილი არის, საბანკო სექტორი უკვე ნაკლებად გასცემს სესხებს მცირე და საშუალო დეველოპერულ კომპანიებზე. და კონცენტრირება ხდება მოკლედ ბაზრის მსხვილი დეველოპერული კომპანიების. ეხლა რატო არის რომ მოთხოვნა ვერ ეწევა? მოდი ეგ საკითხით გავშალოთ რა. ფასები ძალიან გაიზარდა მას მერე რაც რუსეთ-უკრაინის ომის შემდგომ პრინციპში და ფასების ზრდასთან ერთად ადამიანების შემოსავლები რა თქმა უნდა არ დაეწია ამას და მოთხოვნა კი კვლავ არის ქართველებისგან 75%-ზე ნარჩუნდება, ანუ მთლიანად 100%-დან 75% გაყიდვების კვლავ ქართველებზე მოდის და 25% მოდის უცხოელებზე, მაგრამ მიწოდებასთან ერთად ვერ აყვა ადგილობრივებისგან მოთხოვნა. მსყიდველობით უნარიანობა დაბალი არის, ჩვენ
ჩვენი საბანკო სექტორი კვლავ ოპერირებს ეს პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეჟიმში, რაც ნიშნავს იმას, რომ თქვენი შემოსავლების 40%-ზე მეტი არ შეიძლება რომ იყოს თქვენი ყოველთვიური სასესხო შენატანი. შესაბამისად, ხელფასები არ გაზრდილა იმდენად, რამდენადაც ბინის ფასი აბსოლუტურ მაჩვენებლებში გაიზარდა და ხელფასი აღარ არის საკმარისი იმისათვის, რომ ადამიანმა სესხი აიღოს. ახლა ალტერნატივა გაჩნდა ის, რომ თვითონ სამშენებლო სექტორი აკეთებს გრძელვადიან განვადებებს. ანუ იმის ნაცვლად, რომ ადამიანი ბანკში მივიდეს და არაძლევენ სესხს ბანკში, საბანკო სექტორის გვერდისავლით აკეთებს? დეველოპერული სექტორი თვითონვე სთავაზობს გრძელვადიან სესხებს, გრძელვადიან განვადებას, რომელსაც ეუბნება, რომ უპროცენტოა, მაგრამ ის ფასში რა თქმა უნდა აისახება, ხო, უფრო მაღალ კვადრატულზე უფრო მაღალ. ეხლა კი ბოლო 1 წელია ძალიან აქტიურად წამოვიდა და ამისთვის ჭირდება ზუსტად სამშენებლო სექტორს მერე ბანკისგან სესხები. რომ გრძელვადიანი განვადება სერვისი მიაწოდოს თავის მომხმარებელს. ანუ მაინც საბოლოო ჯამში მიდიან ბანკთან. ნუ ხო, მაგრამ თუ მცირეს და საშუალო დეველოპერს შეუზღუდავ სესხის აღების შესაძლებლობას, ის ვეღარ გააკეთებს გრძელვადიან განვადებას, ხო? მაგრამ მსხვილი, რა თქმა უნდა, ამას გააკეთებს. ძალიან საინტერესოა. ხო, ნუ ეხა კიდე ძალიან საინტერესო არის ის, რომ საით მიდის საერთოდ სამშენებლო სექტორი. ესე იგი, სამშენებლო სექტორი, სამშენებლობა ეს არის საინვესტიციო საქონელი, ხო? უძრავი ქონება საინვესტიციო საქონელია. აქვს ორი ამონაგები, ორი ტიპის ამონაგები, ეს არის ქირის ამონაგები და ეს არის კაპიტალის ზრდის, ანუ ბინის ღირებულება, რო იზრდება, ეს არის შენი ამონაგები. ახლა საქართველოში, როცა ეს რუსეთ-უკრაინის ომი მოხდა, დაახლოებით კაპიტალის ზრდის ყოველწლიური 20-25%-ით გაიზარდა, მაგალითად 2023 წელს ბინების უძრავი ქონების ღირებულება. ქირაც ძალიან მაღალი იყო ქირის ამონაგები, სადღაც 12-13%-მდე ავიდა. დღეს ქირის ამონაგები შემცირდა. რატო შემცირდა? ერთი მხრივ გაიზარდა ბინის ღირებულება, მეორეს მხრივ ქირების მას მერე რაც ეს დროებითმა შემოსულმა ადამიანებმა დატოვეს კვლავ საქართველოს ქირის ფასები შემცირდა, დიახ, შემცირდა და დღეს არის 8%-ზე ჩამოსული. ხო, ეხლა რა თქმა უნდა მოსალოდნელია, რომ ქირის ამონაგები კიდევ და კიდევ უფრო შემცირდება. რატო შემცირდება? იმიტომ რომ ღირებულება იზრდება. ხო? ანუ ქირის აბსოლუტური ღირებულება არ იცვლება, იმიტომ რომ ადამიანებს არ აქვთ შემოსავალი ფიზიკურად, რომ უფრო მეტი გადაიხადონ ქირაში, ეს რჩება იგივე, ღირებულება იზრდება და წილი შესაბამისად მცირდება ქირის ამონაგების. ნუ დღეს როგორც გითხარით, 8%-ზეა, მოთხოვნა კვლავ ნარჩუნდება საქართველოს მოქალაქეების მხრიდან, მაგრამ ვერ ეწევა მიწოდებას. გადახდის უნარიანი მოთხოვნა არ არის და კიდევ ამასთან ერთად იმის გარდა რომ გრძელვადიანი განვადებები დაიწყეს სამშენებლო კომპანიებმა, უკვე ძალიან აქტიურად გადავიდნენ უცხოეთიდან მოზიდვაზე კლიენტების. და ეხლა რაც მახსენდება ბოლო კვირის თუ ორი კვირის განმავლობაში ნიუსი რაც იყო, მაგალითად არქიმ გახსნა გაყიდვების ოფისი პოლონეთში. ხო, ისინი ძალიან აქტიურად მე ჯობსჯიზე შემხვდა ერთხელ ვაკანსია, უცხოელი კლიენტების მოსაზიდი პოზიცია იყო. ანუ ძალიან აქტიურად გადადიან უცხოელების მოზიდვაზე, მაგრამ აქ პრობლემა იქნება ის, რომ კონკურენცია მაღალი არის ამ მიმართულებით. ეგ საქართველოში როგორც თქვი, ესე იგი ქირის ამონაგები შემცირდა, კაპიტალის ზრდაც ძალიან შემცირებული არის. 3%-ით გაიზარდა თუ არ ვცდები 2025 წელს უძრავი ბინების თბილისში ბინების ღირებულება. ნუ მშენებლობის ბუმის შემდეგ გარდაუვალი პროცესია. ხო, ამიტომ იქ არის ბალი არის ყველაზე პოპულარული დანიშნულება ინვესტორების, ძალიან მაღალია იქ ორივე მხრივ ქირაც და კაპიტალის ზრდაც. ასევე მონტენეგრო არის საკმაოდ მოწინავე პოზიციებზე. ნუ დასავლეთის ქვეყნებში, ევროპის ქვეყნებში ძალიან დაბალია. ანუ პორტუგალიას თუ არ ჩავთვლით, გადაჭედილია. კი. და მაღალი გადასახადები აქვთ, რაც ამ კაპიტალის ზრდის და ქირის ამონაგებსაც ჭამს, ასე ვთქვათ, ეს გადასახადები. დუბაი ძალიან
პოპულარული მიმართულება იყო ორივე თვალსაზრისით მაღალი ამონაგები ქონდა. ვერ ვიტყვით რომ მოკვდა, მაგრამ უფრო მეტი მაგრამ სიკვდილის რეჟიმში არის, რომ ის რაც მოხდა ახლა სპარსეთის ყურეში ამან აჩვენა ერთი რამე რომ ეს იყო ქვიშაზე აშენებული პირდაპირ და გადაანთებიშებული. შეირყა აბსოლუტურად მათი იმიჯი უსაფრთხოების კუნძულის ასე. რა თქმა უნდა, აღმოჩნდა რომ ეს ამერიკული ბაზები უსაფრთხოების გარანტია კი არა სამიზნე. აბსოლუტურად. კი. და ეხა ეს რადგანაც კონკურენცია არის მსოფლიო ბაზარზე, ეხა ჩვენ ქირის ამონაგებს ვერ ვსდით. ნუ კაპიტალის ამონაგები უნდა გაიზარდოს, ხო? ამიტომ ეხა მიწოდებას შეამცირებენ, ჩემი აზრით, რომ ფასებმა აიწიოს და აი მაღალმა ფასებმა, ფასების ზრდის ტემპმა მოიზიდოს უცხოელი ინვესტორები. რაღაცა უცხოელი მყიდველები. ხო, უცხოელი მყიდველები რა. მე მაშინ ეგ როგორ იქნება აი ჩვენი ცხლად პატრიოტების ამბებში მეგონი რაღაც მაგაზე სერიოზული ხმაური ეთქვა. თუმცა ანუ იმ მიმართულებით რომ პოლონეთში ხსნიან და არა გაერთე. არ ვიცი, მე მე ესეთ მიდგომებს მაინც ხვდები, რომ ასხვავებენ ეთნიკურად, ასხვავებენ მაინც და იცით რა არის, ახლა საქართველოშიც ყველაზე პირველ ადგილზე ინვესტორი, ვინც არის 11% უჭირავს ებრაელია. კი, ზირთად აქედან წასული ებრაელები არის. ხო, არ ჩანან. გაჩნიათ, თუ ის ადამიანი არ გამოჩნდება, ვინ ყიდულობს. ზირთად აქედან წასული ებრაელები არიან, რომლებიც ისევე ახაურები არიან. შეიძლება, ანუ ალბათ იქნებიან ადგილობრივებიც, მაგრამ ზირთად ეგენი არის. ხო, მაგრამ ან თემა ის არის, რომ გააჩნიათ ჩანხარ თუ არ ჩანხარ. ხო, რა თქმა უნდა. ხო, ხა შენ თუ ჩუმად ჩამოდიხარ ყიდულობ, მე ხა როგორ არის თან კიდე, იცით, კომპანიავე გიქირავებს, შენ ჩამოსვლაც არ გჭირდება. ეხა იხვეწება ეგ სერვისი საქართველოში, მსოფლიოს მასშტაბით ეგრეა და საქართველოში ნელ-ნელა ვითარდება, რომ სამშენებლო კომპანია თვითონვე გთავაზობს გაქირავების სერვისის, რომ შენ ჩამოსვლა არ გჭირდება საერთოდ. ძალიან საინტერესოა. ხო, და ნუ ამ სამშენებლო სექტორის გადარჩენის მიზნით, ასე ვთქვათ, დაწყებულია ეს მოძრაობა, რომ რადგან ქართველის მწყიდველობით უნარიანობა შემცირდა, უნდა გადავიდეთ უცხოელებზე. მწყიდველობით უნარიანობა არის ერთი ვარიანტი, რომ ქართველების მწყიდველობით უნარიანობა, საქართველოს მოქალაქეების მწყიდველობით უნარიანობა გავზარდოს. ხო, მაგრამ ადგილობრივი ფასები იმდენად ძვირდება, ბატონო დარ. აი ხა ვნახულობდი რა, 38% არის მარტო სურსათი. და თან იზრდება. ანუ შემოსავლების ზრდასთან ერთად სურსათზე დახარჯული წილი უნდა მცირდებოდეს. არ დაგვაიზოს, ნუ ენგელის კოეფიციენტი გასაგებია, არ უნდა იყოს ეს 70 და 80%, რაზეა საუბარი, მაგრამ არ უნდა დაგვაიწყდეს, რომ მაგალითად ჩვენ წინ გველოდება გადადებული ინფლაციის ეფექტი. აბსოლუტურად. ეს რაც ყატარში და ბაჰრეინში სექტემბრიდან ბაჰრეინში აზოტოვანი სასუქების წარმოებელი ქარხნების დაბომბვას მოყვა. შემდგომ არ დაგვაიწყდეს, რომ 2023 წლის მონაცემებით 25 მილიონა ტონა აზოტოვანი სასუქის წარმოებელი და მიმწოდებელი მსოფლიო ბაზარზე იყო რუსეთი. და ეს აი ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ზუსტად ღვთისმშობლის სეზონს დაემთხვა ეს მიწოდების კრიზისი. ეს ნიშნავს აუცილებლად შემცირებულ მოსავლიანობა შემოდგომისთვის სურსათზე ფასების დას. მე პირადად ველოდები აფრიკა არის ძალიან ესეთი დაბალმედეგობის მოწყვლადი ყველაზე მეტად შიმშილის პრობლემისგან და ველოდები მიგრაციულ ნაკადებს. დიდი დაახლოებით 10-20 მილიონიანი ნაკადი ევროპისკენ ატომღაც გარანტირებული მგონია, რაც ევროპაში დიდ ხიარულებას გამოიწვევს. ხოლო ეხლა ეს ფასების და განსაკუთრებით მკვეთრი იყო აი 25 წელს და 26 წელსაც გრძელდება რა მნიშვნელოვანწილად. მაგრამ მე მაინც გონია რომ საქართველოს მოქალაქეების უნარიანობის გაზრდა ეხლა ეკონომიკურის და გვაქვს ეს ნამდვილად არის და ეს ყველაფერი გასაგებია და ძალიან კარგია საგარეო ვაჭრობას აჩვენებს რომ ექსპორტი იზრდება, იმპორტი იზრდება, გასაგები რამეა, კარგია.
მაგრამ ეს მაინც მე მგონია ნეპის ზრდა არის ეს. ეს არ არის ზრდა, რომელსაც აქვს უსაფრთხოების ბალიში. უსაფრთხოების ბალის ქმნის მხოლოდ და მხოლოდ ინდუსტრიალიზაცია. ადგილობრივი წარმოება, კი. და ამიტომაც არის სწორედ გასაკეთებელი ეს განვითარების ათწლიანი პროგრამა, რომელზეც მთავრობამ ეს ინიციატივა თქვა და იმედი მაქვს, რომ ეს გაკეთდება. ძალიან მნიშვნელოვანი რამეა და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ფასების რეგულირება. ვინაიდან ადამიანის სიხარბე არის უსაზღვრო. წყებდომნარიანობა შემოსაზღვრული. და როდესაც შეზღუდული რაღაცით უსაზღვრო სივრცის ავსებას აპირებ, უბრალოდ განწირული ხარ მარცხისთვის. ასე მგონია. ხო. აი ჩვენი გადაცემის დრო ნელა იწურება, აი საგარეო ვაჭრობაზე რას გვეტყოდით? ხო, რაც შეეხება საგარეო ვაჭრობას, ბოლო დროს ესეთი ტრენდი შევნიშნე. აქტიურად ვესაუბრები ადგილობრივ მეწარმეებს. და იმის ნაცვლად, რომ აქ გაზარდონ წარმოება რა სერვის გულისხმობ ამ შემთხვევაში უფრო მეტად, იწყებენ არა ექსპორტზე გატანას იმ თავიანთ საქონლის, ხო, ბოლო დროს ვესაუბრე სამკაულების მწარმოებელს იქ რაღაცა კვების ინდუსტრიაში ვინც ოპერირებდა და მათ ესეთ რაღაც თქვეს, რომ იმის ნაცვლად, რომ ჩვენ ექსპორტი გავაკეთოთ ჩვენი სერვისის, საზღვარგარეთ ხსნიან ფილიალებს. ეს არის ძალიან დიდი უცნაურობა. და მიზეზი რატომაც ხსნიან არის ის, რომ ძალიან გაძვირდა საქართველოში. უძრავი ქონებაც, სურსათის ფასებიც. რომელ ქვეყანაში, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო არის. აი ხა მე მაქვს ერთი ეჭვი და რომელ ერთი იყო ესპანეთი მაგალითად. ესპანეთში. ასევე ცენტრალური აზიის ქვეყნებიც ძალიან პოპულარულია. სამკაულების მიმართულებით შვედეთი იყო. ანუ ექსპორტზე გატანა იმდენად რთულია, რომ მათ ურჩევნიათ, რომ იმ ქვეყნებში აკეთონ ბიზნესი. ეს ძალიან დიდი უცნაურობაა ჩემთვის. მე მაგალითად მარტივად ახსნი მით ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით. ჩვენ ძალიან ბევრი რაღაც საკანონმდებლო რაღაცი ბევრი ინიციატივები მივიღეთ აი ამ DCFTA-ის ზეგავლენით და მაგალითად ძალიან არის გართულებული აქ რაიმეების რაღაცების წარმოება. მოდი ახლა ვთქვათ მაგალითად სოფლის მეურნეობაში, იმიტომ რომ ეს ყველაზე თვალნათლივია და ყველა ხედავს ახლა რა შანსი აქვს 2.2 და 2.1 ნაკვეთად ფრაგმენტირებული 0.8 ჰექტარი მიწის მფლობელ ქართველ საფერმერია, ხო? ხო. ტაბელური თოხით შეიარაღებულს მაგალითად თურქეთის პამიდურის წარმოებულ ინდუსტრიასთან. 0, ხო? და ამიტომაც თუ იმას რაღაცის წარმოება უნდა, იმისთვის გაცილებით უფრო უკეთესი სასათბურე პირობებია შექმნილი, მაგალითად თურქეთში რომ აწარმოო პამიდორი. საქართველოში პამიდორის წარმოება ეს არის კატასტროფა, იხილეთ ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების კარი მეორე ფიტოსანიტარიული ნორმები და ყველა მხიარულებას იქ საეკითხოთ. კი. და ამიტომაც არის აი მაგალითად ახლა ხორბლის წარმოებელ თუმცა უცნაურია თურქეთს იგივე არა აქვს მათაც ხო აქვს მსგავსი ხელშეკრულება. თურქეთმა ზუსტად ანალოგიური არა. აქვს, მაგრამ იმათ ეს შეზღუდვები არ აქვს მიღებული. არ აქვს როგორც ჩასმებული. და ჩვენი საექსპორტო ბაზრის 79% როგორც ხედავთ არის DCFTA-ის ქვეყნები და არა ევროკავშირის ქვეყნები. ხოლო ის გარემოება, რაც თქვენ ბრძანეთ, ეგ მართლა ძალიან საინტერესოა და ეს აი ამ ასოცირების ხელშეკრულების ერთ-ერთი შედეგი მგონია რა. ვინაიდან ეს მთელი ეს კავშირი თავისი ხელშეკრულებით და ყველაფრით ემსახურება ერთადერთ მიზანს, რომ კაროლინგური ბირთვის ქვეყნების უპირატესობა შენარჩუნებული იქნა საწამარადის და უგუნისავთ. ხო. ამით ჩვენი გადაცემისთვის განკუთვნილი დრო ამოიწურა. დიდი მადლობა მინდა მოგახსენოთ, ძალიან საინტერესო ამბები გითხარით, განსაკუთრებით შენებლობის სექტორში და ეს ძალიან სერიოზული რაღაც იყო, მას სტატისტიკას მოვიძიებ ამაზე აუცილებლად თუ არის ეს. შეიძლება მასიური არ იყოს, რომ იწყებენ ფიქრს უკვე სხვა ქვეყნებში გახსნაზე და არა აქედან ექსპორტზე გატანაზე, მაგრამ ტენდენცია უკვე იკვეთება. საინტერესო და დამაფიქრებელია.
დიდი მადლობა ყურადღებისათვის, დიდი მადლობა პატივცემულო რადიო მსმენელებო, ინტერნეტ მაყურებლებო. გამოიწერეთ ჩვენი არხი, დაგვიწერეთ კომენტარები, თუ რამე არ მოგწონთ, გითხარით რა არ მოგწონთ, თუ რამე მოგეწონა, გითხარით რა მოგეწონათ, მოგწერეთ თუ რამე კითხვები გაქვს YouTube-ზე და შეძლებს დაგვარად შევეცდებით გიპასუხოთ. დიდი მადლობა. მადლობა.